მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია და მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში მე მანანა ნიკოლაიშვილი ვიწყებ თქვენთვის მუშაობას ჩემი საავტორო გადაცემით განათლების რეფორმის კვალ-და-კვალ. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუნივერსიტეტო რეფორმა და კონკრეტულად ჩვენ ვისაუბრეთ რომ ევროპული გამოცდილება უფასო უმაღლესი განათლება. უფასო განათლებისკენ უნდა წავიდეთ ჩვენ. უფასო განათლებისკენ უნდა წავიდეთ. მე შეგვპირდით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი და ვრცელი თემაა, ვერ მოვასწარით და შეგვპირდით, რომ ბოლონიის პროცესზე და თუ რა ხდება ჩვენთან განათლებისა და მეცნიერების სისტემაში, კონკრეტულად საუნივერსიტეტო სივრცეში, ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. განათლების დარგში საერთაშორისო წესები და სტანდარტები ჩამოყალიბებულია ეგრეთ წოდებული ბოლონიის დოკუმენტებში. განსაკუთრებით ეს ეხება უნივერსიტეტის ავტონომიას და პროფესორ მასწავლებელთა აკადემიურ თავისუფლებას. მოყავს საყოველთაოდ აღიარებული ნორმები. სწავლებისა და სწავლის უფლებით სრული სარგებლობა შეიძლება მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სრული ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების პირობებში. ავტონომია ნიშნავს უმაღლესი განათლების დაწესებულების უფლებას მიიღონ გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და ნებისმიერი სხვა სოციალური ძალისაგან დამოუკიდებლობის პირობებში, დამოუკიდებლად მართოს ფინანსები, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგანმანათლებლო და საკლებაძიებო პოლიტიკა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტთა უშუალო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მარშ ვციტირებ ბოლონიის პროცესის, ასე ვთქვათ, დებულებებს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, როგორც ავტონომიური ერთეული, თავისი წესდების შესაბამისად დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრავდეს თავის სტრუქტურას და მმართველობით ორგანოებს. როგორც ხედავთ, განათლების შესახებ კანონი აშკარად წინააღმდეგობაში ბოლონიის პროცესის დროს მიღებულ დოკუმენტთან. კერძოდ, მის პირველ პრინციპთან, რომლის თანახმად უნივერსიტეტი არის ავტონომიური წარმონაქმნი, რომლის განსხვავებული ნიშნები ყალიბდება მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიული მემკვიდრეობის საფუძველზე. შესაბამისად, ქმნის კვლევებისა და სწავლების საშუალებებს, იკვლევს, აფასებს და გადასცემს ცოდნასა და კულტურას საკაცობრიო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. საუნივერსიტეტო სწავლება და კვლევები მორალურად და ინტელექტუალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველა სახის პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედებისაგან. ეს ჩვენ ქვეყანაში წლების წინ ირღვეოდა და არც ახლა არ არის თავისუფალი უმაღლესი სასწავლებლები, განსაკუთრებით ისეთი საშიში იდეოლოგიისაგან, როგორც ფსევდოლიბერალური იდეოლოგია. ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელი და ყოფილი ასე ვთქვათ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები ერევიან მის მმართველობაში, უნივერსიტეტების მმართველობაში. უმაღლესი დაწესებულების აკადემიური გაერთიანების ყველა წევრს აქვს უფლება ეფექტურ სამართლებრივ დაცვაზე. ყველა იმ აქტისაგან, მათ შორის უკანონო დათხოვნისაგან, რომელიც არღვევს ადამიანის საერთაშორისო უფლებებით გათვალისწინებულ ნორმებს, არც ერთი მათგანი არ შეიძლება დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან საჯარო განხილვის გარეშე და მის დაუსწრებლად დემოკრატიულად არჩეული კომისიის მიერ. ესე იგი, უამრავი ადამიანი მოსულა ჩემთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იმ თუ ამ ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს, რა თქმა უნდა, 1000-ჯერ უფრო ნაკლებია თუ რიცხობრივად შევადარებთ, მაგრამ იმ ხელისუფლების დროს დაირღვა საერთოდ კონკურსში გამარჯვებული ადამიანები დაითხოვეს ერთ დღეს უმაღლესი განათლების კანონის მიღების ერთ-ერთი მუხლი გახდა საფუძველი იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა დაითხოვეს დაწყებული რექტორებიდან დამთავრებული უკანასკნელი, ასე ვთქვათ, რა ვიცი, დამლაგებლი
საშუალებით და ყველა აკადემიური მუშაკი და რაღაც. ახლაც ხდება რაღაც ცალკეული დარღვევები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასამართლოებით ბრძოლით აღწევენ, ზოგი აღწევს და ზოგი ვერ აღწევს, ასე ვთქვათ, მიზანს. ესე იგი, აი ამ ბოლონიის პროცესის ძირითადი დებულებები, რაც მე წავიკითხე, უნივერსიტეტების ავტონომია, მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლება, სწავლებისა და სწავლის უფლებით სრული სარგებლობა, რამდენად ხდება დარღვეულია ეს მთავარი პრინციპები, აი კონკრეტულად უკანასკნელი სწავლებისა და სწავლის უფლებათა სრული სარგებლობა. კი ბატონო, სახელმწიფო ამბობს კანონითაც, რომ ეს ასია, მაგრამ სტუდენტთა დასწრების საკითხები მოუგვარებელია საქართველოში. აბსოლუტურად, ესე იგი, ლექციებზე დასწრება თავისუფალია, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ, ასე ვთქვათ, სასემინარო ხალხისთვის რო უფრო გასაგები იყოს, ეს ძირითადად არ ესწრებიან, თავისუფალია, ლაბორატორიების გაცდენა არ შეიძლება, მაგრამ იქაც ხდება დიდი დოზით გაცდენები და თითქმის სასწავლო საათებში საქართველოში უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებულები არიან და არიან სხვადასხვა სამსახურებში დაკავებული. ეს აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, უნდა დარეგულირდეს და ეს კანონმდებლობის გარეშე ვერ დარეგულირდება. უნდა ჩაიწეროს კანონში, ახალი კანონი უნდა იქნას მიღებული საუნივერსიტეტო რეფორმის ფარგლებში და აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ სტუდენტთა მუშაობა სასწავლო საათებში უნდა იქნას აკრძალული. აუცილებლად და ასეთი ზედმეტად თავისუფალი დასწრება არა. ჩვენ თუ გვინდა ხარისხს როგორ მივაღწევთ ჩვენ, თუ არ მოისმინეს პროფესორ მასწავლებლების მიერ ახსნილი მასალები. როგორ შეიძლება აქ უმაღლეს ხარისხზე ვისაუბროთ და როგორ შეიძლება პრაქტიკული ეს საწარმოო პრაქტიკები, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, ასე ვთქვათ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი იქნას გაცდენილი. ავტონომია ნიშნავს უმაღლეს სასწავლებლების უფლებას ხელისუფლებისა და ნებისმიერი სოციალური ძალისაგან დამოუკიდებლობის პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ პარტიული დიქტატისგან ქართული ოცნება რომ მოვიდა, ქონდა დიდი მცდელობა რომ გაეთავისუფლებინა, კი ბატონო, პოლიციური და პარტიული დიქტატისაგან მნიშვნელოვნად გათავისუფლდა უნივერსიტეტები, მაგრამ აბსოლუტურად თავისუფალი და საერთოდ არ არის თავისუფალი. ესე იგი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ხდება. არ უნდა ჩაერიოს არავინ. ზემდგომი დაუშვათ განათლების სამინისტროს შესაბამისი კომიტეტი, თუ პარლამენტი, თუ პარტიული ხელმძღვანელობა, თუ მმართველი პარტია და ასე შემდეგ. მოდით ვთქვათ სიმართლე, რომ თლად დამოუკიდებლები ვერ ვართ გადაწყვეტილებების მიღებაში. ფინანსების დამოუკიდებლად მართვა, საგანმანათლებლო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრა, იცით, ეს ბოლონიის პროცესი თვითონ გასაკრიტიკებელია, იმიტომ რომ რას ნიშნავს საგანმანათლებლო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრა. სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკას განსაზღვრავს ქვეყნის პარლამენტი. ასეა ყველა ქვეყანაში. ქვეყნის პარლამენტი განსაზღვრავს, ამტკიცებს და გამოცემს დადგენილების სახით და მას აქვს კანონის ტოლი ძალა, ნორმატიულ აქტს, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, ამტკიცებს პარლამენტი. შემდეგ აღასრულებს სამინისტრო, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, კანონებს ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი. ასე რომ, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკიდან გამომდინარეობს ამა თუ იმ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკა. ამიტომ დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს. ესეც ბოლონიის პროცესს აქვს ძალიან ბევრი ნაკლოვანებები. შემდეგ, სამეცნიერო საკვლევაძიებო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრა. ნათქვამია ბოლონიის დოკუმენტში. არც ეს მეცნიერების სტრატეგიას და პოლიტიკას სამეცნიერო სამუშაოების ასევე განსაზღვრავს პარლამენტი, ამტკიცებს, აღასრულებს მთავრობა
და მე მიმაჩნია რომ დღესდღეობით ეს ჩვენთან მეცნიერების სისტემა გამართული ვერ არის ეს განხორციელდა რეფორმები თითქოს შვაგზაზეა მიტოვებული განათლების დაფინანსება უნდა იყოს და მე არაერთი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელისგან თუ მეცნიერ მუშაკისგან პირად საუბარში მომისმენია რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ასე ვთქვათ ჯეროვან როლს ყველაზე არ არის საუბარი მაგრამ მათ არ აქვთ ის ყურადღება და ისინი ამბობენ რომ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში როცა ვიყავით იქ ვიყავით უფრო ორგანიზებულად და უფრო კარგად ამიტომ ვამბობ მე რომ უნდა ჩატარდეს კვლევა და უნდა დადგინდეს რომ რა გამოიწვია ამ რეფორმირებამ და საერთოდ მეცნიერება საქართველოში არასათანადოდ ფინანსდება და მარტო დაფინანსებაც არ უშველის საქმეს ასე ვთქვათ კავშირები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს ჩვენ არ უნდა ვიყოთ მარტო დამოკიდებული ევროპაზე მეცნიერება საზღვრები არ აქვს მეცნიერება არ არის პოლიტიზირებული და ჩვენ მთელი რიგი სამეცნიერო კვლევებით ვიყავით დაკავშირებული პოსტსაბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან თვითონ რუსეთთან და ძალიან დიდი სამეცნიერო თემებზე უნდა მოეწეროს ხელი უნდა აღდგეს უნდა მივიღოთ შეკვეთები და უნდა მივიღოთ დაფინანსებები გარდა ევროპისა სხვა ქვეყნებიდან შემდეგ ანუ ძველი ასე ვთქვათ ჩვენი ბაზები უნდა დავიბრუნოთ შემდეგ სტუდენტთა უშუალო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მე მგონი აქ გადავაჭარბეთ მე მგონი ძალიან ზედმეტად არიან ჩართულები ეს სტუდენტები ყველა ამ კანონმდებლობით მე არ ვარ მომხრე ძალიან დიდი დოზით სტუდენტი ჩართული იყოს მმართველობაში კი რაღაცები შეიძლება დავეკითხოთ სტუდენტებს მაგრამ ყველაფერში ისე რომ მთელი უნივერსიტეტი ამართინო არ აქვს ამისო ასე ვთქვათ გამოცდილება და არც ცოდნა შემდეგ უმაღლესი სასწავლებლები როგორც ავტონომიური ერთეული თავისი წესდების შესაბამისად დამოუკიდებლად საზღვრავს თავის სტრუქტურას და უნივერსიტეტები დამოუკიდებლად საზღვრავს მმართველობით ორგანოებს არავითარი რაც ნიშნავს საზღვრავს ესეც ბოლონიის პროცესის მოთხოვნაა მაგრამ ეს ასე არ არის საქართველოში უმაღლესი განათლების კანონმა განსაზღვრა ყველაფერი სტრუქტურა თავიდან ბოლომდე როგორი მმართველობითი ორგანოები ყველაფერი დაასახელა და განსაზღვრულია და ვინ უნდა იყოს და როგორ და რანაირად არჩევის მექანიზმები და ყველაფერი თითოეულ რიგით თანამდებობაზეც კი ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული იქამდეს რომ ვინ უნდა იყოს დეკანი ვინ უნდა იყოს ეს თავიდან სხვათა შორის კარგად იყო რომ აი რაღაც შეზღუდვები შეიტანეს მე მოთხოვნები რომ არ შეიძლება საფაკულტეტო საბჭოა თუ რაღაცა იქ გარედან შემოვიდეს კონკურსში მიიღოს მონაწილეობა ან დეკანის კონკურსში ან რაღაც ან აუცილებლად ადრე იყო რომ სამეცნიერო ხარისხი შეიძლებოდა რომ არ ქონოდა შემდეგ მოიღეს ეს სამეცნიერო ხარისხები და რაღაცა ჩაკეტილი სივრცე გახადეს ეს ასე არ უნდა იყოს აქ უმაღლესი განათლების კანონში როგორც გითხარით სტრუქტურა და მმართველობითი ორგანოები თვითონ კანონმა განსაზღვრა უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური გაერთიანების ყველა წევრს აქვს უფლება უკანონო დათხოვნისაგან დაიცვას თავი. საჯაროდ უნდა იყოს განხილული დემოკრატიულად არჩეული ასე ვთქვათ კომისიის მიერ აკადემიური წევრის აკადემიური საზოგადოების ანუ წევრის სამსახურებრივი საკითხი. ხო, არ უნდა დაირღვეს უფლებები. თუმცა მე მინდა მიუტრიალდე ახლა წინა საკითხს რომელსაც ვამბობდით რომ ბოლონიის პროცესი ამბობს რომ თვითონ უნივერსიტეტმა უნდა განსაზღვროს მმართველობითი ორგანოების სტრუქტურა ყველაფერი და თავიანთი სტრუქტურა
იცით რა, კანონში ალბათ რაღაც მონაცემები უნდა იყოს, მაგრამ არა ისე დეტალიზებულად, როგორც ჩვენი დღევანდელი უმაღლესი განათლების კანონში არის. აქაც ვეწინააღმდეგები მე და არ მიმაჩნია მთლად სწორად იმ ბოლონიის პროცესის, ასე თქვა და დოკუმენტების მთელი რიგი დებულებები. ეხლა უმაღლესი განათლების კანონი როგორც თქვით და კვლავ დავაფიქსირებ, წინააღმდეგობაშია ბოლონიის პროცესთან. ესე იგი, აქ არის მთავარი პროცესები, საუნივერსიტეტო სწავლება და საუნივერსიტეტო კვლევები, ესე იგი, მორალურად და ინტელექტუალურად არ არის დამოუკიდებელი და თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არის თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დიქტატისგან და მე არ მგონია რომ არც ევროპის ქვეყნებშია დამოუკიდებელი ეკონომიკური ზემოქმედებისგან დამოუკიდებელი, მაგალითად საქართველოშიც არათანაბარი დაფინანსებაა მთელი რიგი საგრანტო და სამეცნიერო გრანტები, ყველაზე დიდი, ასე თქვა, დაფინანსება მიდის დღევანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ და პოლიტიკურ დიქტატზე მე უკვე ვისაუბრე. უმაღლესი სასწავლებლები ქმნის კვლევებისა და სწავლების საშუალებებს, იკვლევს, აფასებს, გადასცემს ცოდნასა და კულტურას. კი ბატონო, ჩვენთან თუ სათანადოდ არ არის ეს კვლევები, ვერ იკვლევს, რას შეაფასებს და რას გადასცემს. ესე იგი, ეს ყველაფერი არის ძალიან დაბალ დონეზე. და როგორც თქვით, კონკურსები რაღაც ტოტალურად დაირღვა ადამიანის უფლებები, როდესაც ჩატარდა წლების წინ და ეს უნდა აღმოიფხვრას. ესე იგი, მე მინდა ვისაუბრო განათლების, ასე ვთქვათ, სტრუქტურაზე, თუ მოვასწრებ დღეს, მაგრამ მე მინდა ვისაუბრო ასევე საუნივერსიტეტო რეფორმირების ძირითად საკითხებს შემიძლია შევეხო. ეს არის აუცილებლად უნდა მოხდეს უმაღლესი სკოლების კლასიფიკაცია, გამოიყოს პედაგოგიური უმაღლესი სკოლა, იმიტომ რომ არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ამზადებს პედაგოგებს, კი არსებობს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ეს არის რაღაცა არჩევითი და რაღაც. არა, უნდა გამოიყოს პედაგოგიური უმაღლესი სკოლა. ამისათვის მე შემომაქვს ასეთი წინადადება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მოხდეს. გამოიყოს პედაგოგიური პროფილი, უფრო სწორად აღდგეს სულხან საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ან უნივერსიტეტი ან სკოლა, კი ბატონო, ალბათ უფრო კანონზომიერი იქნება, რომ უმაღლესი სკოლა ან ინსტიტუტი და ეწოდოს თუ სულხან საბას აღვადგენთ, კი ბატონო, თუ არა და წმინდა ილია მართლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უცხოენათა, ასე ვთქვათ, ფაკულტეტი, უცხოენათა ინსტიტუტი რომ იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის, ან ცალკე უმაღლეს სკოლად დარჩეს, ან არ მიმაჩნია საჭიროდ ანუ უცხოენათა პედაგოგიური პროფილის ფაკულტეტი გაიხსნას ამ აღდგენილ სულხან საბას უნივერსიტეტში ან წმინდა ილია მართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან ყველა რეგიონულ თუ დიდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რეგიონულ უნივერსიტეტებში ყველგან არის თითქმის უცხოენების, ასე ვთქვათ, სპეციალობა და ეს იქნება სრულიად საკმარისი. შემდეგ, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და ბაზები, რაც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გადაეცეს უერთებდნენ, ამზადებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არ უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მთავარი უნივერსიტეტი და იქეთ და მიაკუთვნეს ყველაფერი. რაც პროფილურად, მე ვიცი ძალიან ბევრი ისეთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ბაზა და ცენტრია მიერთებული, ნაწილი გადაეცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ნაწილი გადაეცეს თავისი პროფილიდან გამომდინარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მე ვსაუბრობ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებზე და ცენტრებზე და ბაზებზე.
ძალიან დიდი ქონება გადაეცა და არაერთი ინტერვიუ იყო ამ ქონების ასე ვთქვათ განკარგვის შესახებ, კანონიერების შესახებ და ეს ყველაფერი უნდა შეამოწმოს სახელმწიფოს სპეციალურმა ორგანოებმა აუდიტის სამსახურმა. ილიაუნში ასე ვთქვათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნს გაიძახეს ყველა და რომ მიხვდეს ხალხი, გაიხსნა სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის, დიზაინის და ასე შემდეგ მიმართულები და ფაკულტეტები. რა საჭიროა ეს საერთოდ არ არის პედაგოგიური პროფილის უნივერსიტეტად, სკოლად და ან ინსტიტუტად თუ გადაკეთდება, ეს საერთოდ არ არის საჭირო და ეს სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურა და ეს დიზაინი და ყველაფერი, როგორც არის ყველაზე ასე ვთქვათ ტრადიციულ უნივერსიტეტში, ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიუერთდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და არქიტექტურა არის ასევე სამხატვრო აკადემიაში და საგანი როგორც არქიტექტურა კი ბატონო ისწავლებოდეს და ისწავლებოდა ასე ვთქვათ სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ეს ფაკულტეტი შემდეგ ბოლოს გაიხსნა და ესეც მიუერთდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თუ არის იქ რაიმე ღირებული თუ არა და დარჩეს ასე ვთქვათ სასწავლო საგნად და არ უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ ესეთი გამეორება და ისა სხვადასხვა ფაკულტეტების რადგანაც ოპტიმიზაციაზე და იმაზეა საუბარი. ნამდვილად არის რეზერვები და რატომ ვაძლევთ უპირატესობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს? იმიტომ რომ ეს არის ერთ საუკუნეზე მეტი ხნის უნივერსიტეტი, აქ დაფუძნდა, აქ არის სამშენებლო ძალიან ძლიერი სკოლა შექმნილი, რომელიც ცნობილია არა მარტო საქართველოში და ეს ყველაფერი აშენებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და კურსდამთავრებულების მიერ, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მათ აქვთ აშენებული და ახლაც ასე ვთქვათ კონსულტაციებს სამეცნიერო თუ პრაქტიკულ რჩევებს უწევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმ სამშენებლო კომპანიებს. ამიტომ რაც გვაქვს კარგი და ძლიერი სკოლა, შევინარჩუნოთ ეს, ნუ დავანგრებთ და არ არის საჭირო სან-დიეგოს უნივერსიტეტმა გახსნა იქ. ილიაუნში გაიხსნა ასევე პროგრამირება, ინფორმატიკა და რაღაცა დოზით, რაც მოემსახურება სკოლებს და აღზრდის პედაგოგებს და ასწავლის კი ბატონო, მაგრამ რაც არის, ის გადმოვიდეს, რაც არის ჭარბი, გადმოვიდეს, შეუერთდეს. აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს ფაკულტეტები. და ნუ ავრებთ ყველაფერს ერთმანეთში და ასევე ითქვის სამედიცინო ფაკულტეტები გამოვიდეს პედაგოგიური პროფილის უნივერსიტეტებიდან. ეს არის გახსნილი, მე ვთქვი წინა გადაცემაში, პედაგოგიური პროფილის უნივერსიტეტი იყო აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, მოამზადონ პედაგოგების სიმცირეა, არაპროფესიონალებით არის სავსე საქართველოს სკოლები, საერთოდ არ აქვს დამთავრებული პედაგოგიური პროფილის ფაკულტეტები, ვინც იყვნენ გაუშვეს სახლში, სხვათა შორის ქართული ოცნების პირობებში მოხდა ეს 10,000 მასწავლებელზე მეტი პროფესიონალი არის გაშვებული ამ სქემიდან გამომდინარე და ამიტომ ამ უნივერსიტეტებმა აიღონ თავიანთი ფუნქციები, სამედიცინო, მაგალითად დასავლეთ საქართველოში რაც არის გახსნილი რეგიონალურ უნივერსიტეტებში, ისინი შეუერთდეს, მე რამდენადაც ვიცი, ბატონი ბიძინას დაარსებულ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წელს გაიხსნა მედიცინის ფაკულტეტი და რაც აქეთ არის აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეუერთდეს, ნუ დავაკნინებთ, კიდევ ვამბობ, ამით ხარისხი ეცემა, ამიტომ იყოს იმ ძველ უნივერსიტეტებში, სადაც ტრადიციებია და სადაც შექმნილია და დაფუძნებულია ეს სამედიცინო სკოლები, სამშენებლო თუ არქიტექტურული სკოლები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსია არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუ არ მიიღე მაღალი ქულები, ისა და
რა არის აქ დაუშვათ მიუღებელი რომ ის რაღაც პატარა ასე ვთქვათ რაც გააჩნია სამხატვრო აკადემიას თუ ილიაუნს ისინი წამოვიდნენ და ყველანი განთავსდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არც არაფერი და ეხა ილიაუნი როდის შექმნის სამშენებლო სკოლას მორჩა დამთავრდა სან-დიეგო წავიდა და გაერთიანდეს გამსხვილდეს კერძო უნივერსიტეტები მე სხვათა შორის როცა მოდიოდა მაშინ სააკაშვილი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი მე ვუთხარი მკითხა როგორც ექსპერტს რომ რა გაუკეთეო სადაც ფეხი გავადგიო კერძო სკოლებიო მთხოვენო რომ აი ძალიან მცირე რიცხოვანი და გვიშველეთ და დაგვაფინანსეთ მეც მაკითხავდნენ და რაღაცა და ნუ რაღაცა გადახმარებას უწევდით მაგრამ ხომ არ შეიძლება ხა კერძო სკოლა შეიძლება რაღაც პროგრამაში დაეხმარო მაგრამ ხო ვერ დააფინანსებ არა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია უკვე და სააკაშვილი რომ ემზადებოდა პრეზიდენტობისთვის ხალხთა შეხვედრები რო ქონდა ყოველ მე ვუთხარი რომ სკოლა რომელიც არის გახსნილი წლების განმავლობაში და ვერ ზრდის ბავშვთა რაოდენობას მაშინ ანუ და დაიხუროს ესეთი მცირე კონტინგენტიანი სკოლა ანუ და გაერთიანდეს რამდენიმე კერძო სკოლა სხვათა შორის რომ მოვიდა გახდა პრეზიდენტი შეთავაზა ვინც გაერთიანდა მოიგეს ყველანაირად გადიდდა ეს სკოლები და ყველაფერი შენობებით შეიძინეს და კარგადაც არიან და ვინც არ გააკეთა ეს ისინი ასე ვთქვათ დაიხურნენ ან არიან რაღაცა მაჩანჩალა მდგომარეობაში მაგრამ უმეტესობამ ვერ გააგრძელა ასევე კერძო უნივერსიტეტები უნდა გაერთიანდეს და ასე მექანიკური შეერთება არ იქნება აი აქ ეხლა სახელმწიფო სამთავრობო კომისია იმედია ჩაერევა და არ არის საჭირო დაუშვათ რაღაცა ეს რაოდენობები უნდა განისაზღვროს და იმ დაფინანსებასაც თუ დამრჩა ადგილი ესე არა რომ სახელმწიფოს რაღაც უკიდეგანოთ და ხალხსაც ავკიდოთ დაუშვათ თლიანად მე ვთქვი რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს და ფონდი ხალხისგან მოსაკრებელი უნდა მოიკრიბოს განათლების მაგრამ აქ არა უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები რაც მთავარია უნდა დაფინანსდეს ძალიან კონკურენტული აბიტურიენტი რომელიც ხდება მოსწავლე ანუ რომელსაც აქვს მაღალი ცოდნა შემდეგ აგრარული მიმართულებები ასევე გაიხსნა ყველგანაა გახსნილი რეგიონულ უნივერსიტეტებში აქაც არ შეიძლება ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ეს ვეტერინარია იქნება თუ აგრარული მიმართულებები ყველა სახელმწიფოში არის სტრატეგიული მნიშვნელობის და დაიწყოს სახელმწიფომ დავა ჩვენი ქონება წამოიღოს იმ კერძო უნივერსიტეტიდან ის კერძო უნივერსიტეტი იყოს იმ ბედუქიძის უნივერსიტეტი მაგრამ ქონება უნდა დაიბრუნოს და აგრარული ფაკულტეტი გახსნა სახელმწიფომ ბატონი ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ეს რესურსები ყველაფერი შეერთდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. აი ასეთი და გაჩნდეს დაუშვათ ბაზები რეგიონებში. აი ეს უნდა გაკეთდეს და რაც შეეხება დიდი ხანია სტუმარი გვყავს ხაზზე და მე მინდა ამ შენობების და მატერიალურ ტექნიკური ბაზის ასე ვთქვათ საკითხებზე ვისაუბრო. დიახ, გისმენთ ბატონო ნოდარ ელიზბარაშვილი გვერდება ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოს გეოგრაფიის კათედრის გამგე დეპარტამენტის დირექტორი და საერთაშორისო ექსპერტი უამრავი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი და ახლა რატომღაც იბლოკება ეს სახელმძღვანელო ბოლო რამდენიმე წელია. დიახ, გისმენთ ბატონო ნოდარ ეთერში არ გესმით ახლა მესმის თქვენი ხმა გამოსახულება არ ჩანს ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს მივმართავ. დიახ ახლა ჩანს ბატონო ნოდარ მე ვისაუბრე ალბათ ბევრ ძალიან ყველაზე მტკივნეულ საკითხებს შევეხე და ამ რეფორმიდან გამომდინარე ყველაზე მტკივნეული საკითხი არის ზუსტად აი ამ
უნივერსიტეტებში და ზოგიერთი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, დაუშვათ რეორგანიზაციაა ეს, მე ვერ ვიტყოდი რომ ეს იყოს ლიკვიდაცია და ისა და მთელი რიგი ფაკულტეტების და მიმართულებების უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია. ჩვენ ხო გვინდა პრემიერმაც ხომ ეს ბრძანა რომ ხარისხი უნდა ავამაღლოთო. დიახ, ხარისხი უნდა ავამაღლოთ და ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია რომ სახელმწიფომ აღიარა ნაკლოვანებები. ეს ნამდვილად წინ გადადგმულია, ეს არის მთავარი პირობა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ახლა მაინც სწორი ნაბიჯების გადადგმა. აი რას ისურვებდით თქვენ პირველ რიგში რომ განხორციელდეს ამ ახალ ისა ერთი ვერ მოვახერხეთ დისერტაციების ანუ დოქტორატურის დებულება შეიცვალა და ამ დისერტაციების ანუ ხარისხების თემას ცალკე გადაცემა უნდა მიუძღვა, მაგრამ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ რო გვითხრათ აი როგორ წარმოგიდგენია თქვენ დისერტაციების დაცვა საქართველოში უნდა იყოს თუ არა სადისერტაციო საბჭო შექმნის უფლება უნდა კონდეს თუ არა ყველა უნივერსიტეტს და სადისერტაციო საბჭოები თუ რაღაც გაერთიანება უნდა მოხდეს ვინ უნდა მიანიჭოს ეს ყველამ თუ ერთეულებმა და იქ მოხდეს დაცვები თუ ცალკე გამოვიტანოთ უნივერსიტეტებიდან მოგესალმებით ხალბატონო მარინა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და თქვენს მსმენელს. საკმაოდ დიდ თემას შეეხეთ ეხლა დღეს სამწუხაროდ წინა გადაცემაზე ვერ მოვახერხეთ თქვენი ყურება და პრობლემათა რაოდენობა YouTube-ზე გადმოგიგზავნით. დიახ, მადლობთ ხალბატონო მარინა. და სამწუხაროდ პრობლემათა რაოდენობა საკმაოდ დიდია. ჩამონათვალი ძალიან დიდია და ყველას საბარაუდოდ დღეს ვერ შევეხებით. უბრალოდ ერთ პრინციპულ მომენტს მივაქცევ ყურადღებას, რომ ჩემი სუბიექტური აზრით არ შეიძლება უმაღლესი განათლების რეფორმა განკერძოებით საშუალო სკოლის და მეცნიერების რეფორმისგან. ანუ ჩემი აზრით ეს ერთდროულად უნდა განხორციელდეს და მოიცვას ეს სამივე სფერო, ურთიერთ დაკავშირებული სფერო, იმიტომ რომ სხვანაირად უმაღლესი განათლების რეფორმას წარმატება ჩემი აზრით არ ექნება. გეთანხმებით. ეს ერთი. გეთანხმებით. მეორე რაც მინდა ასე კი თქვენი ყურადღება მივაქციო, ჩემი დაკვირვებით და ჩემ სფეროში, ჩვენ სფეროში საკმაოდ დიდი დეგრადაცია არის სადისერტაციო ნაშრომების ხარისხთან დაკავშირებით და ეს უკავშირდება ჩაკეტილ სივრცეს, ასე ვთქვათ, ვიწრო სივრცეს დაცვებთან მიმართებაში და ჩემი აზრით ცალკეულ უნივერსიტეტებს არ უნდა ქონდეთ უფლება მიანიჭონ სამეცნიერო ხარისხი, უნდა მოხდეს დარგობრივი გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით და დარგობრივი სადისერტაციო საბჭოების შექმნა. შეიძლება დავარქვათ აღორძინება. იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს იმ რაოდენობის სპეციალისტი, რომელიც ესე იგი იქნება ობიექტური იმასთან დაკავშირებით რომ და სად უნდა იყოს ეს დარგობრივი საბჭოები რომელიმე უნივერსიტეტში თუ სად? არა, ყველა დარგობრივად წამყვან უნივერსიტეტებში, მაგალითად უნივერსიტეტებში. კარგით, გასაგებია ძალიან დიახ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და სხვა საკითხებიც რომ მოვასწროთ. აი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ბატონო ნოდარ ფაკულტეტების გაერთიანებას მე ვერ ვიტან და თქვენც იგივე აზრი გაქვთ ჩემს ეთერში თუ არაერთ შეხვედრაზე თუ აქციაზე რომელიც უნივერსიტეტებში იმართებოდა და იქ ცნობილი უნივერსიტეტის კიბეების აქცია და ასე შემდეგ ზუსტად მთელი პროფესურა ეწინააღმდეგებოდა ფაკულტეტების გაერთიანებას. დადგა დრო რომ ეხლა ისევ თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? მე უყურებ ასე რომ ესე იგი 2005 წელს დანგრეული უნივერსიტეტის სტრუქტურა გარკვეულწილად მაინც უნდა აღდგეს. აი მაგალითად გეტყვით ერთ ფაქტს რომ უნივერსიტეტში 2005 წელს 22 ფაკულტეტიდან შეიქმნა 6 და იმ 6-დან 3-ს აქვს პროფილური სწავლება, ხოლო დანარჩენი წარმოიდგინეთ 19 არის გაერთიანებული 3 ფაკულტეტში
მე კი გამოიყო რაღაც ორი ესე იგი სპეციალობა, მაგრამ დღემდე მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს გარემოს და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი და დარგი გეოგრაფია გაყოფილია ორ ფაკულტეტზე, რომელიც არის სრული ნონსენსი საუნივერსიტეტო, მსოფლიო საუნივერსიტეტო სისტემაში და ეს რაღაცნაირად უნდა დაალაგდეს შიდა საუნივერსიტეტო პროცედურებით, რომ დარგები იყვნენ იქ, სადაც მათი ადგილია და არა ის იქ, სადაც განსაზღვრა 2005 წლის ვაი რეფორმამ. აი ესეთი ვითარება არის და ეს გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს უნივერსიტეტის შიდა ძალებით. კარგით. აი ახლა ეს სწავლების შინაარსი, განათლების შინაარსი, ანუ რასაგან სწავლობს სტუდენტი, რომელ სემესტრში სწავლობს, რომელ კურსზე სწავლობს და ისე. აი მკაცრად არის გაწერილი საგნების ჩამონათვალი კურსების მიხედვით და აი ეს საგნების არჩევითობა ძალიან ბევრი სტუდენტი მინახავს მე რომ მეუბნება ზოგმა შემომჩივლა რომ აი ვირჩე, ვერავირჩიე, ვერ მოვასწარი თუ რაღაცა. რა ხდება და როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხებს? ან იცის თუ არა სტუდენტმა რა დროს რა უნდა აირჩიოს? რა თქმა უნდა, ეგ არის ურთულესი საკითხი და ყველაზე მოსაგვარებელი საკითხი. სტუდენტი პირველ კურსელი, მეორე კურსელი სტუდენტი ირჩევს მეოთხე კურსის საგანს, ანუ მოდის სრულიად მოუმზადებელი და იმის გამო რომ ლექტორი მოწონს თუ არ მოწონს, ამის და მიხედვით ირჩევს საგნებს. ნუ ეს წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. პლუს ესე იგი უნივერსიტეტი ვერ ალაგებს სალექციო საათებს ისე რომ სტუდენტმა ერთდროულად იძულებულია ერთდროულად ესე იგი კონდეს ლექცია დაუშვათ ჩემთანაც და სხვასთანაც. ანუ ესწრება 1 საათს, მეორე საათზე გადის ამ პირიქით ესწრება სხვაგან 1 საათს, მერე მეორე საათზე შემოდის, აი როგორ გითხრათ, სრული ქაოსია. და თუ არ მოხდა გაწერა კურსების მიხედვით სავალდებულო საგნების და ეს საგნები არ მიება პროგრამას, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ესე იგი გვეყოლება ყოველთვის არასათანადო კვალიფიკაციის სტუდენტი და კურსდამთავრებული შესაბამისად. ბატონო ნოდარ, ვერაფრით ვერ გაგიშვებთ ამ ეთერიდან. თქვენ ხართ მასწავლებელთა სკოლის მასწავლებლებზე მაქვს საუბარი, დიდი კომაგი და გულშემატკივარი და დამცველი და დიდი მადლობა ამისთვის. აი ეს სქემა მართლა დიდი კორუფციული შავი ხვრელებით დატვირთული მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და ასე თქვათ იმის სქემა. რაღაცა ცვლიან იანვარში უნდა მიეცათ, კიდევ ცვლიან, მოკლედ რო ეტყვიან, ჭრიან და კერავენ. ნუ ამაზე რაც ფული აკეთა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აკავრება, იკავრებმა და რას მინდა დავაკავშირო ბატონო ნოდარ, რატო გამახსენდა ახლა ეს? ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა ზუსტად ამ კვირის დასაწყისში ხელი მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის, ანუ ხალხისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, იქ სამინისტროებს დეპარტამენტები ეწოდება, ანუ განათლების სამინისტრო გააუქმა, ანუ განათლების დეპარტამენტი გაუშვა ლიკვიდაციაში. ეს მე დიდი ხანია მაშინვე მოვისმინე, როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო, მან სულ დაწურლებით ისაუბრა და ჩემ ერთგულ მაყურებელსა და მსმენელს მე წაუკითხე კიდევაც ტრამპის ასე ვთქვათ გამოსვლიდან ციტატები, რომ ეს არისო კორუმპირებული სამინისტრო დეპარტამენტიო და უნდა გავაუქმოო. ამის რეორგანიზაცია არ შეიძლებაო, იმდენად კორუმპირებულიაო. და ახლა რო გამობრძანდა, თქვა, როდესაც ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომ იმდენად ესე იგი კორუმპირებულები არიანო, გადაყოლილი იყვნენო, დადიოდნენ, ძვირად ღირებულიო, საჯარო მოხელეები აქეთ, იქეთ, ამხელა ქვეყანაშიო, არაფრის გამკეთებლები არ იყვნენო და განათლების ხარისხიო, მოსწავლეთა ცოდნა, წერითი უნარებშიო და კითხვის უნარებშიო არის ძალიან დაბალიო. და ამიტომ გასაუქმებელია და ვაუქმებო. ეხლა ჩვენ თუ ანალოგიის პრინციპით გადმოვიტანთ აქეთ, მაშინ მასწავლებლის სახლი, მე ამას დიდი ხანია ვამბობ, ასეთი ფორმით, რაც მაგათ მასწავლებელს ტრენინგები უტარეს და იჭრებოდა და 10,000-ზე მეტი მასწავლებელი გაშვებულია, ზოგი ნებით გაუშვეს, ზოგი ისე ბოლოს აქეთ, იქეთ და მაინც განათლების ხარისხმა არ აიწია.
რაც შეეხება სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ხო წარმოგიდგენიათ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატები და საერთო ევროკავშირი, ევროსაჭო მართავს მათი დირექტივებით. იქ თუ ამისთან კორუფცია იყო, ჩვენთან რა იქნება და როდის უნდა მოხდეს რეალური გარდაქმნები? კონკრეტულად მასწავლებლის სახლზე გელაპარაკებით, აი კონკრეტულად ეხლა ამაზე. მასწავლებლის სახლი რასაკეთებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ის რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ნოლის დონეზეა, ეს ნამდვილად ვიცი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი, თქვენ წარმოიდგინეთ 2011 წელს შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დარგობრივად. რომლის თავმჯდომარეც მე ვარ გეოგრაფიაში. ყოველ შემთხვევაში ასე ვიტყვი. და დღემდე არც ერთი მასწავლებელი არ მოსულა პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად. მონოპოლია უჭირავს. აი ეს მასწავლებლის სახლი ჩვენ ხო მე და თქვენ მივეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვ, ექსპერტების რიცხვს, ვინც ვამბობთ, რომ არ არის საჭირო სახელმწიფომ ცალკე ხარჯოს ფული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე, შენობებზე, ამაზე, იმაზე. მასწავლებლის სახლი გაუქმდეს და მასწავლებლის პროფესიული განვითარება დაევალოს წამყვან უნივერსიტეტებს, პროფესორ მასწავლებლებს და გამოყენებული იქნას უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კაბინეტ, ლაბორატორიები. თქვენ რა სიტყვით? კი ბატონო. გეთანხმებით მთლიანად. გაბატონო მარინა, იმიტომ რომ მე რაც პრაქტიკაში შემხვდა, ზუსტად პროფესიული განვითარება არ ხდება, ხდება ყველანაირი სხვა ტრენინგები, ერთ-ერთ სკოლაში, სხვათა შორის ერთ-ერთ მთიან რეგიონში მითხრეს, რომ მასწავლებელი ერთი კვირის მანძილზე 3 დღე ტრენინგებზე დადის. ოღონდ რის ტრენინგებზე თვითონ არ იციან. ხო, და შვებულებასაც არ ღვევინებენ. ბატონო და რა ვიცი, მე უნდა გადავიდე ეხლა იმ შენობების და მატერიალურ-ტექნიკურის სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა. ალბათ დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა და ძალიან გთხოვთ, მობრძანდით. მე ვიცი, რომ თქვენ ყველა საკითხზე გაქვთ ნაფიქრი და ისა მობრძანდით და ეს გადაცემები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ხელისუფლებას დავეხმაროთ და მივაწოდოთ ჩვენი აზრები რეფორმის პროცესში და მე საზოგადოების მხრიდან დიდი განხილვა არის დაგეგმილი. ასე რომ გეპატიჟებით ჩემთან სტუდიაში. თუ არა და ჩაგვერთეთ მაშინ და სხვანაირ ფორმატში უფრო ცლათან რაღაცა. ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხართ. გემშვიდობებით. დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა ხალხო, წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ, ჩვენ გვერდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს გეოგრაფიის კათედრის გამგე ბატონი ნოდარ ელიზბარაშვილი, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი და საუკეთესო სახელმძღვანელოები ჰქონდა და ბოლო წლებში ვერ გაიმარჯვა. აი ეგ არის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოების ავტორი, რომ ვამბობ, რომ ვერ იმარჯვებს და ვერ გადის კარგი სახელმძღვანელოებიო. მე ახლა დარჩენილ დროში გავაგრძელებ იმ თემას. სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი რომ იყო, მისი შენობა არის ავარიული. ეხლა კი არა. 10 წლების წინ ეს შენობა იყო ავარიული, რომელიც მიუერთდა ილიანს, ხომ? აი ეს შენობა და სამედიცინო უნივერსიტეტის შენობებიც პრაქტიკულად კი იქ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, მაგრამ ყველა არის მოძველებული და ავარიული შენობებია, რასაც არ ჩატარებია კიდე რემონტები ის. აი რომ აბობე რომ აი შეიქმნება კამპუსი, აშენდება ახალი, არ არის სავალდებულო რომ ყველა უნივერსიტეტი გადავიტანოთ დაუშვათ რუსთავის ტერიტორიაზე, მაგრამ ხომ შეიძლება აი მაგალითად სამედიცინო უნივერსიტეტი აშენდეს დიღმის მასივში, სადაც არის საავადმყოფოების კვარტალი. აი იქ შეიძლება აშენდეს თანამედროვე ისა, მაგრამ იქ მთელი მიწის ნაკვეთები გადაეცა იმის, რა ქვია,
აკრედიტაციის ცენტრის ის იყო, რა ქვია, ყოფილი დირექტორი კერესელიძე New Vision-ის უნივერსიტეტს წარმოუდგენელი. რატომ მიეცით? მაგრამ ეგ სააკაშვილის დროს აიღო ეგ მიწები. როგორ შეიძლება მასეთ სტრატეგიულ ადგილზე, სადაც საავადმყოფოების თელი უზარმაზარი კორპუსებია გაშენებული, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ აი ეს სამედიცინო უნივერსიტეტის ის ფარღალალა შენობები ოდესღაც ექვემდებარება დანგრევას. არ ვიცი, სადღაც იქ უნდა მოიძებნოს ადგილი, შეწყდეს იქ კორპუსების მშენებლობა და იქ შეიძლება გადავიტანოთ. ეხლა აბა ამ ტრიალ მინდორზე იქ რუსთავში რო გადაიტანოთ, იქ რა სადივლიან ბავშვები პრაქტიკაზე. შემდეგ ან მაქვე უნდა აშენდეს თანამედროვე შენობა. და ის რესპუბლიკური საავადმყოფო, არ ვიცი, ბოლო-ბოლო უნდა გაკეთდეს კარგად. მაგრამ ჯობია იქეთ იქნა ზატარდარი. რაც შეეხება ამ სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტის აღდგენაზე, რო ვთქვი მე, პედაგოგიური პროფილის უნივერსიტეტზე, აღდგენაზე, ეს შენობა არის ავარიული, ეგ უნდა დაინგრეს და დაუშვათ ეგ შეიძლება ან იმ ადგილზე, ან სხვაგან იქნას გადატანილი. და ასევე ალბათ რა ვიცი, ახალი კორპუსების აშენება, ეხლა პირველი და მეორე კორპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კი არის გარემონტებული, მე რამდენადაც ვიცი ივანიშვილმა გაარემონტა ეს, მაგრამ სხვა კორპუსები ეხლა რა დღეშია, ნუ მე-6, მე-7, მე-5 ალბათ არ არის ავარიული, მაგრამ მოკლედ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და შენობებს და იმას მიხედვა უნდა, იმიტომ რომ ამ გრანტული ფინანსებით ვერაფერი ვერ კეთდება და აი ეს შეიძლება გადანაწილდეს და მე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები და კერძო უნივერსიტეტები ერთად ამჟამად არის 62-53 კერძო უმაღლესი სასწავლებელია, 19 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია და 79%-ია ხალხნო, 79%. რო დავამრგვალოთ 70% არის კერძო სასწავლებლების, ასე ვთქვათ, წილი მთლიანად საუნივერსიტეტო სივრცეში. აი ეს რომელ ქვეყანაშია? მე წინაზე თქვენ წაგიკითხეთ, ყველაზე დიდი რაოდენობით კერძო სასწავლებლების რიცხვი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთო წილი საუნივერსიტეტო სივრცეში კერძოსას შეადგენს 14% და დიდ ბრიტანეთშია კიდე და იქ უფრო მეტად არის დაწყებითი სკოლები, კერძო დაწყებითი სკოლები 12% შეადგენს საერთოდ კერძო სასწავლებლების წილი და ასე ვთქვათ, გერმანიაში იმდენად მცირეა, რომ 1%-იც არ არის და საფრანგეთში 4%-ამდეა და რა ამბავია ამ საქართველოში 79%-იანი, 79-70%-იანი წილი. ეს კერძო უნივერსიტეტები უნდა შემცირდეს, უნდა განახევდეს, კი როგორ 19 ის არის, რა ქვია, სახელმწიფო უნივერსიტეტი და იმაზე მეტი რატო უნდა იყოს კერძო უნივერსიტეტი ჩვენაირი ტიპის ქვეყანაში. ჩვენ ხო არ ვართ მდიდარი ქვეყანა და მდიდარიც რო ვიყოთ რა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ინგლისზე მდიდარი, ჩვენ როდის ვიქნებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყანა. ასე რომ მთელი რიგი საჭირო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მე როგორც დავაანონსე საქართველოს განათლების სტრუქტურაზე მე ვერ მოვასწარი საუბარი და გავაგრძელოთ შემდეგ გადაცემაში და ვისაუბრებთ ალბათ საქართველოს განათლების სტრუქტურაზე გასულ, ასე ვთქვათ, უახლოეს წარსულზე, შემდეგ რა მოხდა დამოუკიდებლობის პირობებში, რა სტრუქტურები მქონდა, რა გვაქვს ახლა, გავაკეთოთ ანალიზი და ასევე გავავლოთ პარალელი ევროპულ ქვეყნებთან, წამყვან ქვეყნებთან, საიდკენაც ჩვენ ევროპული სივრცისკენ მივისწრაფვით და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს უნდა ვთქვათ, რომ იმის საქართველოს განათლების სტრუქტურა შეიცვალა, მაგრამ უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ეს შეიცვალა ნაციონალების დროს და ქართულმა ოცნებამ დატოვა სამწუხაროდ ეს სტრუქტურა. სტრუქტურის ცვლილება სჭირდება ძირეული ცვლილებები, ძირეული რეფორმირება და ეს არის ზოგადი განათლების კანონი და უმაღლესი განათლების კანონი ორივე უნდა შეიცვალოს
ჯერ საჭიროა კონცეფცია, შემდეგ უნდა მოხდეს ამ კანონების ხელახლა დაწერა და სრულიად ახალი სტრუქტურა უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალ და კვალ. თემა იყო საუნივერსიტეტო რეფორმა, კონკრეტულად ევროპული გამოცდილება არის უფასო უმაღლესი განათლება და ჩვენც უნდა წავიდეთ უფასო უმაღლესი განათლებისკენ. მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში თქვენთვის 50 წუთის მანძილზე მუშაობდი მე მანა ნიკოლაიშვილი ამ საავტორო გადაცემის ავტორი და წამყვანი და გვერდთვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ნოდარ ელიზბარაშვილი, ასე ვთქვათ, განათლების ექსპერტი. ნახვამდის ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5-ის ნახევარზე, გვისმენთ და გვიყურეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.